მოგესალმებით, ჩვენი საუბრის შემდგომი თემაა სამეზობლო სამართალი ძალიან საინტერესო. სხვათა შორის 74-192 მუხლებში საინტერესო განმარტებები ჩვენ გვექნება მუხლებზე, მაგრამ დავაკონკრეტოთ ამ განმარტებებით მუხლებზე აღარ შევჩერდება. ამ მუხლია 74. ცნება ურთიერთპატივისცემის მოვალეობა. მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული მოვალეობებისა და უფლებებისა, ვალდებულნი არიან პატივისცენ ერთმანეთს, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. ასე არის კოდექსში განმარტებული ეს მუხლი. ჩვენ განმარტავთ ამ მუხლს ინტერპრეტაციას ვუკეთებთ შემდეგნაირად. აღნიშნული მუხლის შინაარსში მოიაზრება სამეზობლო სამართლის ის ზოგადი დებულებანი, რომლებიც მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს ავალდებულებენ პატივისცენ ერთმანეთს ურთიერთშორის დამოკიდებულებაში, მშვიდობიანი თანაცხოვრების და მეურნეობის ნორმალურად წარმართვაში. ურთიერთპატივისცემაში ნაგულისხმებია იმდაგვარი სამეზობლო ურთიერთობა და გარკვეული შეზღუდვები, რომელთაც სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭებათ. მეზობელი უძრავი ქონების მოცემულ განმარტებაში ჩადებულია ის აზრი, რომ მეზობლად მიიჩნევა არა ერთმანეთთან სივრცობრივად და ფიზიკურად ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთები, ან სხვა უძრავი ქონება, არამედ იმდაგვარი ქონება, რომლიდანაც ორმხრივი ზემოქმედება გამომდინარეობს და რომელიც უარყოფითად ზემოქმედებს როგორც მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე, ისე მისგან დაშორებულ სამეზობლო მიწის ნაკვეთზე. სადაც აღმართულია დაუშვათ ქიმიური ნავთობწარმოების მომპოვებელი ან გადამამუშავებელი, აგრეთვე სამთო და ნავთობმომპოვებელი შენობა ნაგებობანი და თავიანთი მოწყობილობა დანადგარები. ესე ამათი მოქმედება, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს იმ მიწის ნიადაგზე. ამდენად სამეზობლო სამართალი მჭიდრო კავშირ ურთიერთობაშია ბუნების დაცვის ანუ ეკოლოგიურ სამართალთანაც და ხშირ შემთხვევებში ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედებაც. სათურველი იქნებოდა, რომ ამ ორივე სამართლის ნორმებში გათვალისწინებული იქნეს იმდაგვარი მოთხოვნები, რომლებიც გამორიცხავდნენ უარყოფით ორმხრივ ზემოქმედების შემთხვევებს სამეზობლო მიწის ნაკვეთებსა და სხვა უძრავ ქონებაზე. მუხლია 75. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება. ეს სამი პუნქტისაგან შემდგარი მუხლია. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელ ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე მეზობელს აუგზავნოს, თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, ყევების ან სხვა მსგავსი მოვლენათა ზემოქმედებანი. თუ კი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს შესაბამის ფულადი კომპენსაციაც მოსთხოვოს. ეს იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ან ეკონომიურად დაშვებულ ფარგლებს. როგორი ინტერპრეტაციას იძლევა ახლა სამოქალაქო სამართალი განმარტება. აღნიშნულ მუხლში მოიაზრება მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეთა ურთიერთზემოქმედების ფარგლები, რომელსაც საემისიო სამართალსაც უწოდებენ. ემისიაში ნაგულისხმევია ყველა ის არაარსებითი და არსებითი ზემოქმედებანი, რომლებიც მიწის ერთი ნაკვეთიდან მეორეზე ვრცელდება და ზიანს აყენებს მას. არაარსებითი ხასიათის ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება უპირობოა. არსებითი კი გამონაკლის შემთხვევებში უნდა იქნეს მოთმენილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოქმედებათა ამგვარი დაყოფა საკანონმდებლო მოწესრიგების მიღმა რჩება და მათი შეფასება მოსამართლეზეა მინდობილი, ანუ როგორ შეაფასებს მოსამართლე ამ ფაქტობრივ გარემოებას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მუხლის შესაბამისად, ესე მეორე ნაწილია ამ მუხლის მეორე პუნქტი მეორე. მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს არსებითი ხასიათის ზემოქმედებანი. თუ კი ეს გამოწვეულია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობით ან ნორმალური სამეურნეო საქმიანობით.
სხვაგვარად რო ვთქვა, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრე უნდა შეეჩვიოს მავნე ზემოქმედების პირობებში ცხოვრებას. ეს დაკანონებულია ეს მეორე პუნქტში. მესამე, არსებითი ზემოქმედების თმენის საზღაური ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედება აღემატება ჩვეულებრივად მიღებულ, ანუ მიჩნეულ სარგებლობას ან ეკონომიურად დაწესებულ ნორმებს. დაუშვებელი ხელყოფა მუხლია 76. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთის სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. ამის განმარტება შემდეგნაირად შეიძლება. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნაში მოიაზრება ნაგებობის აშენებით ან ექსპლუატაციით გამოწვეული ისეთი ზღვარგადასული ზემოქმედება, რომელიც დაუშვებლად ხელყოფს ნაკვეთის სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე ანუ დასაწყისშივე აშკარაა, რომლის მოთმენა მესაკუთრეს არ ევალება, განსხვავებით ამავე მუხლის მეორე ნაწილში ჩამოყალიბებული მოთხოვნიდან, 175 მუხლის მოთხოვნიდან პროსტურად. ამდაგვარი გადამეტებული უარყოფითი ზემოქმედების აღსაკვეთად მესაკუთრეს მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს ამ ზემოქმედების მოსპობა და მათ შორის თვით ამ ნაგებობის დანგრევაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი ნაგებობაა და დაცულია მისი მშენებლობის ნორმებით. ამ შემთხვევაში მესაკუთრე ყველა შემთხვევაში კანონიერი მოთხოვნით მიმართავს და აშკარა სახეზე მისია მიწის ნაკვეთის დაუშვებელი ხელყოფა.